ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტი უმაღლეს სასწავლებელსა და უწყებას შორის ერთობლივი პროექტების განხორციელებას გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ ყოველ წელს ბიომრავალფეროვნების დაცვის საერთაშორისო დღე ერთ კონკრეტულ გარემოს დაცვის თემას ეძღვნება. 2013 წლის თემა ამჯერად წყალი და ბიომრავალფეროვნებაა. მემორანდუმი ითვალისწინებს ერთობლივი პროექტების განხორციელებას, თანამშრომლობას სამეცნიერო დონეზე, სტუდენტების კურსდამთავრებულების სტაჟირებას შესაძლებლობის ფარგლებში გარემოს დაცვის სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებში. მე ვფიქრობ, რომ მსგავსი თანამშრომლობა მნიშვნელოვანია როგორც უნივერსიტეტისთვის, ასევე სამინისტროსთვის, რადგან ხელს შეუწყობს ახალი კადრების ზრდას და განვითარებას. გარდა ამისა, ეს დღე დავამთხვიეთ ბიომრავალფეროვნების კვირის გახსნის დღესაც. ეს მემორანდუმი ითვალისწინებს ერთობლივ სამეცნიერო პროექტებს, სტუდენტების სტაჟირებას, პროფესორ-მასწავლებლთან თანამშრომლობას და ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი დღეა და ასევე გაიხსნა ბიომრავალფეროვნების კვირეული დღეს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში.